მოგესალმებით მეგობრებო, მე ვარ პაატა სპეშალ გეიმერი. ამ ვიდეოში იხილავთ მეხუთე ღამეს. ეს არის ჯეისონის დაბრუნება. ახლა კი ვიდეო. რამოდენიმე დღეა რაც სახლის შევიძინე და გახარებული ვარ, რადგან ამ სახლის საყიდლად 2 სტაკი ემერალდი დამჭირდა და ძალიან კარგი სახლია და დღეს უნდა დაუპატიჟო ჩემი მეგობარი. მინდა რომ მოვიდეს, ასეთი კარგი სახლი არის. და ერთი სიტყვით გახარებული ვარ ჩემი შენაძენით. ეს არის ჩემი ოთახი. აქ არის კარადა. აქ ასევე არის მეორე ოთახი. ეს ოთახი არის ალბათ სტუმარი თუ დარჩება სიტყვაზე ჩემთან. აქაც ისევ კარადა არის, აი ამ მხარეს. და აქაც ოთახი არის ისევ. ალბათ ჩემი მეგობარი საღამოთი მოვა, რადგან მე იგი საღამოთი დავიბარე და საინტერესოა როგორ მოიწონება მას ჩემი სახლი. აქ ასევე საჭმელი მიდევს და როცა საღამოთი გავშლის უფრას ჩაოლებრივად აქ სარდაფში რავი შევინახავ ხოლმე რაღაცებს, რაღაც ნივთებს, რაც დროებით არ გამომადგება და მოკლედ ცოტა ხანი წაუძინებ, რადგან დასვენება მინდა. ესე იგი გამეღვიძა და ამასობაში საღამო არის, უკვე ღამდება თითქმის. მოდის უფრას გავშლით ჩემი მეგობრისთვის, რადგან მალე მოვა წესით. ჩემ მეგობარს ძალიან უყვარს მარწყვისწვენი, ამიტომ მარწყვისწვენს დავდებ, რადგან მე ძალიან მიყვარს ესე. ასევე ხორცი, ხორის ხორცი, ქათამი და პური. ცხვრის ხორცი არ უყვარს, მაგრამ მე მიყვარს, მაგრამ ამ ეტაპზე თავს შევიკავებ ცხვრის ხორცისგან. მოდი ახლა დავალაგებ უბრალოდ სუფრაზე. ესე. მაგ ესეთი პატარა პურმარილი გავშალე. მოდი აქ კიდე დავუმატებ რაღაც წვენებს. გემრიელად, ქათმის ხორცი, პურსაც დავამატებ და ასევე წყალსაც. და რაც ეს ჩემი მეგობარიც მალე მოვა, იმედია. და ერთი სიტყვით დაველოდოთ ჩემ მეგობარს ესე. ესე იგი ჯერ ჩავალაგებ ამ ხორცს და რაღაცებს სკივში. ესეთ ჩავალაგებ. აი მოვიდა მგონი ჩემ მეგობარი. შემოდი, კარები ხო ღია? აი კი ღია. რა შვები გიო, როგორ ახარ? არა მიშა, შე როგორ ახარ ძამი? მე არ გადავარ. მოდი დაათვალიერე ჩემი სახლი და რავი, ბარემ დღეს დარჩი, იმიტომ რომ ძალიან ბევრი რა, 3 ოთახი მაქვს. ბიჭო, ვაშლი ვაშლი მოწვიდე? ძალიან კაი. მოდი რა შევჭამ, ხილი არ მიჭამია. დიდი ხანია და შევჭამ. აი შენს გაქვს? კი ბატონო. ერთი ცალკე ჩემთვის, ერთი ცალი შენთვის ამოვიდე. აი ესეთი სახლი არის, აი პატარა ლოგინი. აქ ჩესტები და აქ არის კარადა თუ გაინტერესებს. ახლა კიდე შემდეგ ოთახს განახებ. აი ეს შემდეგი აი ეს არის შემდეგი ოთახი არის, დიდი არაფერი. ჩვენ ხამე ვარდორჩები დღეს შენ შორი წასვლებია, ია? კი, მე მარტო გადმოვცხოვდი ჩემი სამშობლებისგან შორს, მარტო მინდა ცხოვრება და მაგიტო არა, ღამე არ მეშინია, რა არის რო? დავი მაინც ისე გითხარი რა. საშიშ ფილმებს რო უყურებ ხოლმე მეშინია მე ღამე. აი ეს არის ჩემი ოთახი, ეს ოთახი ძალიან მიყვარს, რაღაც შემიყვარდა. ძალიან კაი ოთახი არის, გემრიელად წაუძინებ ხოლმე ამ ოთახში. ახლა მოდი განახებ სარდაფს, რომელიც სადაც შუქი არ არის ძმაო და რავი, ხო არ გეშინია? ამას გასაღები გვაქვს, ხო? აჰა. შემო თუ გინდა ძმაო. აი, ესე შეფასე. მაგარია. კი ბატონო, მოდი ახლა გავიდეთ და პატარა პურმარილი გავშალე ჩვენებურად და პატარა ვჭამოთ, ჭამა პურმარილი. შაგე ძმაო, აგეშე რო ისა გიყვარს მარწყვისწვენი. მე ძმაო, ეგ მარწყვისწვენი დავდე სოფრაზე. შენთვის სპეციალურად. მოდი მე ქათმის ხორცი მინდა რაღაც ამეტავ. არ არის. ეს ქათამი შევჭამე. ახლა ამ წელსაც დავვლევ და
ორი ჭიქა გამომივიდა კაკრას ეს წყალი და რა სიტყვი ძმაო სად დარჩები დღეს ხო არ დღეს ხო არ დარჩები უფრო ეს რავია ერთად ვიყოთ მაშინ რავი თუ რა თქმა უნდა სურვილი გაქვს და თუ არ შეწუხდება შენთან დავჭერ დღეს კი ეს კარები შენ გააღე თუ ორი გზიდან მოვდივარ თანმე და არა პრობლემა რომელ ოთახში დარჩები აქ ხო არ დაწვევი ძმაო იგი კაი ოთახია რა გვიქნები ეგ ჩემი მხარე არის ძმაო ბოდიშის მოხდით და ეს მხარე იყოს შენი ეს ყვითელი ლოგენი ხო და მოდი ერთი გაეთ გავიხედოთ არა სიტყვი ხო ესე აქ პატარა ტყე არის აქ პატარა აი ესეთი სახლი გამომივიდა ერთი სიტყვით ძალიან კაი სახლი არის რამდენი გადაიხადე 2 სტაკი ემერალდი ხოდა კაი სახლი არის ძალიან მე პირიქით ძალიან მომწონს ასეთი სახლი ძალიან კაი სახლი არის მარტო ცხოვრობ არავინ არ მაწუხებს შენ მეგობარო თუ გინდა ხვალას დარჩი და რავი ზეგაც ესა ძალიან მერიდება რომ შევი კი ბატონო და რაღაც სუფრა ხო არ ავალაგოთ არა სიტყვი ძმაო მოდი ავალაგოთ კი ბატონო არაფერი გინდა არა ესე იგი შენ უკვე აალაგე და ვაიმე ეს რა არის ძმაო ამას შენ ხედავ ძმაო ამას შენ ხედავ ვაიმე რა ხდება არაფერია ბიჭო არა წერან საშიშ ფილმს არ უყურე ძმა არა არაფერს არ მიყურებია ტელევიზორი ესეთი ტელევიზორი არის მარტო და არაფერს არა ალკოჰოლს არ ვსაუცმაო რა პური მომშივდა ცოტა შევჭამო არა ძმაო არა მე ფედამინახია ყოველთვის ჩვენ შეიძლება ძმაო კარგი ძმაო მოდი დავიძინოთ ესე წყალი მომწყურდა ვერ ვიძინებ ნერვიულობ მოდი დავკეტავ ამ კარებს და წყალს დავლევ აქ მარწუწვენი გდია ალბათ შეიძლება შემთხვევით დაეგდო ვაიმე ძალიან ნერვიულობ და მოდი ერთ პატარა პურსად შევჭამ ესე ვერ შევჭამ ამიტომ ესე შევჭამო ორი ლუკმა კი ბატონო და წყალის დავლიო მოდი ახლა ამ ბოთლს ჩავდებ აქ და მოდი ახლა წავალ ჩემ ოთახში დავიძინებ და ჯერ კიდე შუაღამე არის ჯანდაბა ვაიმე ეს ახლა მე მეჩვენება ნეტა ეტამ შევხედო ამას ჩემ მეგობარს წინავს არ გავუღვიძებ და რეალურია ძალიან რეალურია კოი ნამდვილი არის ვაიმე გიო გაიღვიძე ძმაო გიო რა ხდება ხედავ ამას შენც და გაქრა ვაიმე მე გადავევი ძმაო შეებიჭო დაიძინე ეთქობა ღამე გაათიე გუშინა რაღაცა და არა ვაიმე გონი კარები ღია დამრჩენია მგონი ვაიმე ძმაო კარები ვაიმე რა არის ეს ბიჭო ვაიმე დამტრია შემოდი ოთახში ვაიმე დროები ჩავკეტე კარები დროები ჩაკეტილია ძმაო მოდი მე აქ დავიმალები შენ მანდ იყავი კარადაში იყავი შენ ვაიმე ნერვიულობ ხო ვიცოდი რომ მართალი იყო ჯანდაბა ძალიან ნერვიულობ ხო არ შემოვიდა ვაიმე შემოვიდა ოთახში ვაიმე ძმაო უნდა ვაიმე არა არ გინდა მოგკლავ შენ მოგკლავ მანამდე შენ მეგობარს გავიგდებ გემრიელად ვაიმე არა ხელი არ დააკარო ჩემ მეგობარს არა გიო ძმაო ხელი არ დააკარო ვაიმე თავი და გაიქეცი ჩემო მეგობარო გაიქეცი არა ეხა შევიდე მალე ვაიმე ამ ოთახში შევიდე ტყეში ვერ გავიქცევი ვაიმე კარებთან დგას გონი ფანჯარა უნდა ჩავამტრიო ვინმეს დახმარება უნდა ვსთხოვო დამეხმარეთ დაცვა დამეხმარე რა ხდება რა მდგომარეობა შემოვდივარ ვაიმე დაცვა მაშკარად კარები შემოამტრია დაცვა თავი დაანებე თორე მოკლავ თავი დაანებე მოდიან ვაიმე დაცვა დიდი მადლობა
თქვენ მე გადამარჩინეთ. ძალიან დიდი მადლობა. არაფრის. ეს სახლი ამ სახლში ცხოვრება აღარ მინდა. ისევ დაუბრუნდები დედაჩემთან და მამაჩემთან. ამ სახლთან უკვე ცუდი მოგონებები მაკავშირებს ჯანდაბა. მეგობარი მომიკლა. კი მოგიყვებით გოლემ დაცვა. მოკლედ ჩემი პრინციპში ვიცი უკვე რაც მოხდა ჯეისონმა შემოგიტია ჯეისონი მოსწია ამას დიდი ხანია ვეძებ ისე და როგორც იქნა ვიპოვე. და რა შეეხება შენ მოგიკვდა თუ გადარჩა ყველა. მეგობარი კარადაში იმალებოდა. ჯეისონმა მითხრა რომ პირველი მას გავანადგურებო. შენ კიდე დაგტოვებო ამ ეტაპზეო და მოკლა იგი. ძალიან ცუდ მდგომარეობაში ვარ. თუ იცით დაცვა ამ ჯეისონმა რამდენი ოჯახი გაანადგურა თუ იცით. როგორც მე ვიცი, 2 ოჯახი გაანადგურა. ვაიმე. ესე იგი, ჩემი მეგობარი ბოლოს მიემატა. ჯანდაბა, უნდა გადავიდე ამ სახლიდან. ამ სახლში ცხოვრება აღარ მინდა. გადავალ ისევ ჩემ მშობლებთან. ესე იგი, მეგობრებო, ეს იყო მეხუთე ღამე ჯეისონის დაბრუნება. ერთი სიტყვით, ამ დაცვამ ჯეისონი გაანადგურა, ხოლო ეს ბიჭი გადავიდა თავის მშობლებთან და იქ განაგრძო ცხოვრება. თავისი მეგობარი კი დაასაფლავა. ბოლოს ასე თუ ისე ყველაფერი კარგად დამთავრდა. თუ მოგეწონათ მეგობრებო ვიდეო, დალაიქეთ და ასევე გამოიწერეთ არხი. ახლა კი ნახვამდის.